გუშინ ყველა თქვენთაგანმა ხო ნახეთ ის საცოდაობა, რასაც ვითომ ფეხბურთი ერქვა 90 წუთის განმავლობაში. ანუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ყავს ისეთი დონის ვარსკვლავები, როგორებიც არის კვარაცხელია, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი და მრავალი სხვა, ანუ თამაშობს ისეთი დონის ფეხბურთს, რომ ანუ 3 გადაბმული პასი ბოლო 4 თამაში მე არ მინახავს. ანუ ამ ნაკრებმა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელმაც ქართული ნამდვილი თავიანთი ჯიგარით შეძლეს და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან მოახერხეს გასვლა, ანუ ისეთი დონის ფეხბურთს დაუბრუნდნენ, აი როგორც ხო გახსოვთ 3-4 და 5 წლის წინ, როდესაც მიჩვეულები ვიყავით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები რომ მინდორზე გადიოდა, ну თუ არ იყო C-ან D კლასის რომელიმე ქვეყანა, სადღაც C კატეგორიის, ანუ მხოლოდ იმ თამაშს ვიგებდით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ვაგებდით, ანუ ასეთი დონის პოტენციალის მქონე ნაკრები, რომელიც ვერ თამაშობს ისეთი დონის ფეხბურთს, რომ აი ხო გეუბნებით 3 გადაბმული პასი გააკეთონ და მერე მეორე დაცვიდან ისა რა ქვია ბურთი ამოიტანა შეტევაში, რაც მე არ მინახავს საერთოდ ბოლო 4 თამაში. ვისი პასუხისგებლობა? იმიტომ რომ მე ვიცი რომ მარტო მე კი არ ვარ ახლა გაბრაზებული და მარტო ამ ვიდეოს იმედომ კი არ წერ რომ მარტო მე მაწუხებს. მე ვიცი რომ ჩემს გამომწერებს და თელ საქართველოს აწუხებს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომელსაც რავი ყველანი უყურებთ. და გული წდება იმაზე, რომ ამ დონის ფეხბურთელები ვერ ახდენენ ისეთი სახის კონსოლიდაციას მოედანზე, რომ საინტერესო გახადონ ყურება. იმიტომ რომ დავიღალი იცით როგორი თამაშის ყურები და აი რომ უნდა ვარით უნდა გაგიმართლოს, რომ მაგალითად საჯი უნდა დაგეხმაროს რაღაცაში, რომ მაგალითად აი ჩაწოდების მომენტში 9 ჯერ ჩაწვიდა ერთი ბურთი სადმე გაძრება და ეს გოლი არის წარმატების სიმბოლო. ეს ფეხბურთი არაა მეგობრებო. სრული პასუხისგებლობა, რასაც მე ვაკისრებ ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ეს არის მწვრთნელი. სასწრაფოდ უნდა დატოვოს ვილის სანიოლმა დაკავებული პოსტი. სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ეს კაცი ვერ ახდენს საქართველოს ეროვნული ნაკრების რეალური პოტენციალის გამოყენებას მინდორზე. ანუ სასაცილო, ანუ ეხლა დაუშვათ აი ესეთი რეალობა რო წარმოვიდგინოთ რა. აი მე რო დამაყენოს ეხლა ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ნაკრების პოსტზე. აი დაუშვათ მე უყოფილიყავი გუშინ მწვრთნელი. აი ვილის სანიოლი განა რას ეუბნება ისეთს ფეხბურთელებს მოედანზე, რასაც მე ვერ ვეტყოდი. აი ეს რა, აი მაგალითად ავიღოთ ესეთი მომენტი. როგორც კი დაცვაში ბურთს მიიღებთ, ყოველთვის ბურთი მოიშორეთ წინ. აი დაცვაში ბურთი ჩავარდა, უაზროდ გადააგდეთ წინ. ცენტრალური ნახევართაცვა, ანუ მექვავრიშვილზე და იმაზე საუბარი, ну ხო ზედმეტია, ანუ იქ აზაროვს რო არა თამაშებს და ისეთი ბიჭები ზიან სკამზე და შანს ისეთებს არ აძლევს, რომ ამ ადამიანის კომპეტენციაში უკვე ეჭვმეპარება რეალურად. ანუ სტრახოვკა იქაც ექსპერიმენტებს ატარებს, როდესაც იცის რომ ვერ მუშაობს, საერთოდ ვერ მუშაობს. მერე, ანუ ეს რა არის? ანუ ბურთს როგორც კი მიიღებ დაცვაში, ანუ თურმე უნდა ამოარტყა წიხლი ნასოკით და გადააგდო წინ. ანუ თანამედროვე ფეხბურთი არის სისწრაფე და ვინც ფლობს ბურთს. ანუ ზოგადად ჩვენ ახლა ვისაც ფეხბურთი გვიყვარს ზოგადად ხო? გვაინტერესებს ის რომ ვის ხელშია ბურთი. იმიტომ რომ როდესაც გამოკვეთილი ნომერი მეორე ხარ, მაგალითად როდესაც საქართველოს თურქეთი იყო, ჩვენ სტადიონზე მაგ აი გუშინელზეან და მეორე ნომრად თამაშობ და აი ბავშვი რო არ დაუშვებს და ისეთ შეცდომებს უშვებს ფეხბურთელი, ხო უნდა დაფიქრდეს ავი ფეხბურთის ფედერაცია და თქვას რომ რაღაც პრობლემებია სამწვრთნელო შტაბში სერიოზული. თორემ ის ბიჭები კაცო ქოჩორამაც გუშინ ძალიან მაგარი შედეგი დადო, კიტეიშვილმაც მაგრა ითამაშა. ნუ ეხლა არ მისდიოდა ბუნებრივია, მაგრამ ეხლა კვარაცხელია ხო ვერ ათრევს თელ ნაკრებს არა? ანის წინა თამაში რა იყო? ესპანეთთან, ანუ ესპანეთი ეთამაშებოდა მამარდაშვილის გუნდს. ანუ მამარდაშვილი რო არა, ალბათ 7-0 წავაგებდით მაგ თამას. თან მით უმეტეს ესპანეთს, რომელსაც აკდა 8 წამყვანი ტოპ კლასის ფეხბურთელი. ანუ ესეთი შანსი არ ეძლევათ, რავი, აი მილიონში ერთხელ არ ეძლევათ ნაკრებებს და გუნდებს. მესმის რომ ესპანეთი იყო, მესმის რომ მისი დივიზიონი განვითარებულია, მესმის რომ ყველაფერი მესმის, მაგრამ ნახეთ, ანუ ჩვენმა ნაკრებმა უკვე ისე შეგვაჩვია ამ გამარჯვებებს, ჩვენმა ნაკრებმა ისე შეგვაჩვია თავიანთი საკლუბო გუნდებში ამ წარმატებებს და ჩვენს გახარებას, რომ ანუ ჩვენი გულისწყრომის მიზეზი არის რეალური. საკმაოდ რეალური, იმიტომ რომ ანუ უყურებ ნაკრებს თამაშობს აი რაღაც ამოუცნობი სტილის ფეხბურთს, რომ ვერ მე დასკვნა ვერ გამოვიტანე
და მე უკვე რა გამოდის იცი აი რო წავაგებთ 2 დროც აი მადლობა ბიჭებო მე 3 დროც წავაგებთ მადლობა ბიჭებო მე 4 დრო წავე რაზე მადლობა ანუ მესმის ხო მესმის რომ უნდა ვიყო ტოლერანტულები ნაკრების მიმართვის მაგრამ ხო უნდა დავსვათ არა კითხვა რომ წვრთნელი არ ვარ გაუბრალოდ ნაკრებში და ეს ოქროს თაობა რომელიც ახლა ჩვენ ყავს ფეხბურთში და ამდენი საუკუნე ჩვენ არ ყოლია ანუ უნდა დავტოვოთ პოტენციალის გარეშე რის გამო რომ ვიღაცა ფრანგი პეტოხი ვილისანიოლი რომელიცაც არ უარგა საერთოდ არც ტაქტიკა არც სქემა არც მოწყობა საერთოდ არაფერი და ეგეც რომ ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე მანდ იყო დიდი დამსახურება იმის რომ ჩვენმა ბიჭებმა მოინდომეს მაგრა და არა ნაკრების მწვრთნელმა და მე ევროპის ჩემპიონატზეც ეხლა ნახევარზე მეტი მამარდაშვილი იყო რაღაც ტოპ კლასი რომ იმას რა ქვია მეკარე იყო კანკასილასი მეგონა რა ვანდერსარი რაღაც ფენომენალურ რაღაცებს აკეთებდა იქ პორტუგალიასთან ხვიჩა მოინდომა მაგრა იქ ჭაკვე მოინდომა მაგრა ჩვენი ქართული ჯიგარის ხარჯზე მოახერხეთ ყველაფერი ანუ იმის თქმა მინდა რომ ევროპის ჩემპიონატის წარმატება იყო თლიანად ანუ მინდორზე მყოფი ფეხბურთელების დამსახურება და არა სამწვრთნელო შტაბის. იმიტომ რომ მანდაც იგივე სტილისტიკის ფეხბურთი იყო როგორც აქ 5 მცველი, დაცვიდან ბურთის ვერასდროს ამოტანა, ვერასდროს და გრძელი უაზრო პასები და მუდმივად კონტრშეტევებზე თამაში. ანუ მესმის რომ ხა ჩვენი დარის ნაკლები ისა რა ქვია, შესაძლებლობის ნაკრები ვერ ითამაშებს ახლა ისეთ ფეხბურთს როგორც აქ მანჩესტერ სიტის, არსენალს მაგალითად ან რომელიმე ისე წამყვან გუნდს, ხო, იმიტომ რომ ბურთს ვერ დაიჭერ, როდესაც ესპანეთი გეთამაშია მესმის, მაგრამ ბიჭო 77 წუთზე რო პირველად კარებში დაარტყავ და ეგეც საკუთარი საჯარიმოდან. და როდესაც შენ მაგ ნაკრებში ყავს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპულის მეკარე ისა რა ქვია ვილიარეალის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ავსტრიის ჩემპიონი ერთ-ერთი ანუ ხო უნდა დასვა კითხვა რომ რაღაცა ვერ არის ამ გუნდში არა რაღაც პრობლემაა თორე ის ალკე პრობლემა არის კაცო რომ ეროვნული ლიგა არ გვივარგა რომ აი ფეხბურთი უყვარს საქართველოს, მაგრამ ფეხბურთს არ უყვარს საქართველო სამწუხაროდ. მიხედილი არ არის ახალგაზრდული ფეხბურთი. არ ვიცი საერთოდ ფეხბურთის ფედერაციაში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ ტოტალიზატორის სახელი რომ ეროვნულ ლიგას ერქმევა. ანუ რაღაც კატასტროფა არის ხა, ადგილ ვიტყვი რომ ხა, როგორც ვიცი 2 თუ 3 ფეხბურთელი ეგეც სკამზე გვიზის ბათუმის ფეხბურთელები ყავს ეგრე, ან დანარჩენი სულ ლეგიონერები ყავს, სულ. და ეხა ესენი რასაც ახერხებენ ეგეც მადლობა კი მაგრამ ბიჭო როცა ვიცი რომ ესეთი ძლიერები მყავს მე ნაკრებში ხო და ხო გეუნებით ანუ როდესაც ეხა ნახევარ დაცვიდან ყვარას შენ ვერ ამარაგებ პასებით და ყვარა რო ბურთს მიიღებს ვერავინ ვერ ეხსნება მას საერთოდ და გუშინა ერთი მომენტი იყო ესეთი 4-3-ზე ვიყავით შეტევაში აი უბრალოდ დაიბნენ ჩვენი ფეხბურთელები რომ ანუ თითქოს აი ტაქტიკურადაც მზად არ იყვნენ რომ ეგეთი შეტევა შეიძლება ხელში შაგვარდრო და რომ მაგ შეტევის რეალიზაცია ჩვენ გაგვეკეთებინა ანუ გაბრაზებული ვარ მართლა ხალხო რომ იმიტომ რომ პოტენციალი რო არ მქონდეს ახლა რო არ გქონდეს პოტენციალი ხო ანუ ვიტყოდი რომ კაი მადლობა ბიჭებო რაც შეძელით მაქსიმუმით ახლა მე რო ვიცოდე რომ მაგალითად ეროვნული ლიგის ნაკრები ყავს შენ ანუ რაც მაგალითად ამ ჩვენ ეროვნულ ლიგაში ყავს ხო ანუ ვიტყოდი რომ ოკეი ხო რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ ახლა მეტი საშუალება არა მაგრამ რო ხედავ რამდენი ვარსკვლავი ყავს ნაკრებში ხო, ანუ პროტესტი მიჩნდება საფუძვლიანი, რომ ეს მწვრთნელი გამოცვალეთ. რავი, ან კეცფაია დააბრუნეთ. და ის კეცფაიას რომელი გამოსვლები რო იყო, თურმე მაგარი უყოფილოარო და რასაც მე ნაკრებს ვაკეთებინებდი, მართლა მაგარი უყოფილოარო, თურმე მართლა მაგარი ყოფილა იმ შემადგენლობით, რასაც ის აკეთებდა. დაჟე წინა მწვრთნელი რომელიც იყო ვაისი, ხო, როგორც მახსოვს, სლოვაკი. ანუ სტილისტიკით ის უფრო მირჩევნოდა მე პირადად. ანუ ბურთის აი 3 კაცი მაინც ერთმანეთში ათამაშებდა ბურთს. ანუ ეს არის უნიშნულოვანესი. აი გვარდიოლა ამბობს ხოლმე ესეთ რამეს რომ შენ შეიძლება არ გიყვარსო ბურთს იღებ, მაგრამ მე მიყვარს. შენ უნდა ფლობდე ბურთს. ბურთის ფლობა იგებს თამაშს. ანუ ბურთის ფლობა განსაზღვრავს რამდენად ლამაზია საერთოდ რა ის რასაც შენ უყურებ. სიტის თამაშები რომ მოუწევს ადამიანს რატო აქ მიზეზი შეიძლება სიტიმ წააგოს დაუშვათ ეგ თამაში და კონტრებზე ეთამაშოს არსენალი ან რაიმე მაგრამ რატო უფრო ლამაზი ანუ ბურთი უჭირავს გუნდს აკონტროლებს როდრი აკონტროლებს ამ ბურთს გინდოგანი აკონტროლებს ამ ბურთს დებრუინი იყო რომელიც აკონტროლებდა ამ ბურთს ანუ ფილოსოფია ტრიალდება ისე რომ შეიძლება გუნდმა წააგოს აი როგორც სიტიმ რეალთან წააგო ხო შარშან იყო ეგ თამაში თუ შარშან წინ აი პენლებამდე რომ მივიდა საქმე ხო ის რუდიგერმა რო გაიტანა შედეგი არ მახსოვს მაგ თამაშის მაგრამ ბევრი შანსი ქონა სიტის და რეალი იყო სუდაცვაში ავტობუსი ყავდა ჩაყენებული მაგრამ ეხა რეალი კი გავიდა მაგ თამაში მაგრამ ეხა ფეხბურთის თვალსაზრისით სიტით იმიტომ ვისიამოვნე რომ სიტი აკონტროლებდა ბურთს თამაში სიტი აკონტროლებდა
ამიტომ მეგობრებო, ანუ ეს ხა როდესაც ესეთი დარის ნაკრები ყავს, ხო? მე მესმისო თქვენი პროტესტი ხა 70000 კაცი უყურებდა გუშინ იმაზე რა ქვია, პირველ არხზე ამ ფეხბურთს მარტო YouTube-ზე. მაგის გარდა ტელევიზორები და მთელი საქართველო. და რავი რა კადრები გავვრცელა, პულტი რო ესროლის ტელევიზორს და რა ვიცი, ჩემი აი მიმები კეთდებოდა ისეთი, რომ გინა ვილისანიოზე ის თურქიის რო არის მენაყენე ის რო უტრიალებდა რაღაცას, ხო? სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ეს ფეხბურთი არ იყო. ტოტალურად როდესაც მარცხდები და მოტივაციასაც ვერ ხედავ, ხო, ეს არის უბედურება ძალიან დიდი. და მით უმეტეს ხას ფეხბურთი არის საერთაშორისო დონის, აი როგორი სპორტია, აი რომელსაც ყველა უყურებს. ანუ ვიღაცას ფეხბურთი ესმის, არ ესმის, მაინც უყურებს. ეხლა ფეხბურთი რო გითხავთ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს, მოგატყუებთ, მაგრამ ანუ ისეთი სპორტია, რომ ეხლა ლიგას თვალს ვერ მოწყვიტავ, პრემიერ ლიგას მაინც უყურებ. რავი, ეხლა საქართველოს ეროვნული ნაკრები რო თამაშობს, უყურებ და უყურებ, რომ შენი გუნდია, ხო? და რავი, ეხლა ეს თამაში ძმაო თქვენ თუ მოგეწონათ, რასაც ვილისანიოლის ტაქტიკა, ბიჭო, იმაზე არ მაქვს ლაპარაკი, ანუ ესპანეთთან 10-დან 10 შეიძლება წავაგოთ. გაიგე, ანუ შეიძლება 10-დან 10 წააგო, ან 10-დან 9, მაგრამ ბიჭო, როდესაც ანუ ტაქტიკურად ვერ ხედავ გუნდი, როგორ აწყობს, როგორი სახის ფორმაცია აქვს, როგორი სახის სქემა აქვს, ხო? ანუ გიჩნდება პროტესტი რეალური, იმიტომ რომ ანუ რა გამოდის, ანუ ნებისმიერი სხვა მწვრთნელი ვილისანიოლის ადგილზე იმ სულ რომ მე ვყოფილიყავი, მაგიტომ თქვი, ანუ ეგ ხუმრობათ, რომ მე რო ვყოფილიყავი, ანუ განა ისეც რას ვეტყოდი, რასაც ეგ მწვრთნელი არ ეუნებოდა საკუთარ გუნდს. აი მე ვეტყოდი, რომ აი დასვაში მიიღებთ ბურთს, მოიშორეთ წინ ყოველთვის. ერთი კვარა იდგება წინ, დანარჩენი გარშემო ესე შემოუსხედით და მოამარაგეთ კვარა. და კვარა ეხა ბოდიში სუპერმენი არ არის, ეხა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს და ყოველ წუთას გაძორეს და ყველაფერი აკეთოს, ხო? და რომ კვარასაც 3 ფეხბურთელი ყავდა აყვანილი. ამიტომ არ ვიცი ძმაო, არ ვიცი, ანუ ესეთი ფეხბურთით სოფლიო ჩემპიონატი კი ყურება, ანუ სვარკას უყურებდი, ანუ ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო. ანუ რა დავიღალეცით როგორ იყო თამაშის ყურებით? აი სადაც უნდა გაგიმართლოს რაღაც, არა, ანუ ეს სპორტი არ არის. არ ფეხბურთი უკვე ისეთი სპორტია, და იმედად სქემატურია ყველაფერი, აი როგორც კალათბურთი, როგორც ჰოკეი და ეგ რომ ანუ შენ მარტო იღბალზე ვეღარ იქნები დამოკიდებული და მოურინოსავით ვეღარ დააყენებ მარტო, რავი, 10 კაც დაცვაში და ავტობუსს ვერ წარმოქმნიავით, იმიტომ რომ სადღაც გაძრება ეს ყველაფერი და ამიტომაც ფეხბურთი დღეს განვითარდა, გაგიტანენ, მე მოტივაცია დაეცემა და ამოկტენიან გოლებით. ამიტომ დავიღალე ესეთი დონის ნაკრებით, რომ აი როდის გამიმართლებს, ვარი როდის ახლა ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას მიიღებს, როდის იქნება მოწინააღმდეგეს გოლი აფსაიდში, ანუ ეს არ არის ფეხბურთი რა. ესეთი გამარჯვებები არ უნდა გიხაროდეთ. გამარჯვება არის, როდესაც ფეხბურთის სტილით იგებ თამაშს. ფეხბურთის სტილი, მაღალი დონის ფეხბურთით. ეს არის თიც უნდა იამაყო. ამ ზაფხულს ჩვენმა საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა რომ მოუგოს საფრანგეთს. ახო კლასი დაჯობა, ანუ ჩვენმა ნაკრებმა კლასი დაჯობა საფრანგეთის ნაკრებს, რომელიც იყო სოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. რომელიც დამარცხდა სტეპკარის ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან, Team USA-სთან. ანუ მეამაყებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ კი არ გაგვიმართლა, ანუ კალათბურთი ისეთი სპორტია ვერ გაგიმართლებს. მან თუ შენ სტაბილურად კარგი არ ხარ, ბოლოში ბაზერბითერებს რო ისვრი და რავი, ხა მოიდინის შენი ფარიდან რომ მეორე ფარში ჩააგდები, ხა? ნუ ეს ბაზერბითერების არსებობს, ხო, იღბალთან დაკავშირებული, მაგრამ საერთო ჯამში მაგ სპორტში ვერ გაგიმართლებს. ანუ შენ უნდა ქონდეს სტაბილურობა. და სტაბილურობა თუ არ გაქვს და სტილი არ გივარგა და არ გივარდა სქემა, არ გივარგა სამწვრთნელო ისენი, ხო? მაშინ უნდა მოხსნას, ანუ ფეხბურთის ფედერაციამ პასუხისგებაში უნდა მიცეს ვილისანიოლი და მისი შტაბი, რადგან მათ, რავი, აქვთ უბანძესი ფეხბურთის სტილი. უბანძესი. უბრალოდ სანამ ეხა ის სიხარული ჩვენ მან, ესე თქვა, შეცვალა აბსოლუტური გინებითა და ლანძღვით, ჯობია რომ დატოვოს ეროვნული ნაკრები და ალბათ თქვენს მეთანხმებით. და ეს არ არის ფეხბურთი ძმაო, თუ თქვენ ეს ფეხბურთი მოგწონთ და ვიღაც ბულგარეთთან გამარჯვება გიხარიათ და ვიღაცა იმე კოსოვოს მოუგებთ და ვიღაცა მაკედონიას, ძმაო, ეგ მე არ ვიხარია რა. ეგ რა ფეხბურთია ვითხარი, მანდაც რაღაცა ვარი თუ გაგიმართლებს, მე ვიღაცა კვარა თუ გაიბრწყინებს ერთი და ანუ ეგ არ არის რა ძმაო, რა ფეხბურთი არის გუნდური სპორტი. სიტის თამაშები, იმიტომ მევასება და სიტის გულში მატკი, მაგრამ იმიტომ მე ვარო, რომც წააგოს სიტი ფეხბურთი, ანუ რომც წააგოს მატჩი. ანუ ბურთი მას უჭირავს ყოველთვის. შენ ეს ანუ მაგაზე უნდა აწყო, თანამედროვე ფეხბურთი ეგ არის, შენ უნდა ართო, რომ ბურთს რაღაც დონეზე მაინც ფლობდე. მესმის ახლა დებროინი არ ყავს ნაკრებში და როდრი არ ყავს ახლა, რომ დაგეხმარო რამაში, მაგრამ ხო გამოიყენე ვინც ყავს. გამოიყენე რომ რაღაცა მაინც შეეცადო. მე ამ მცდელობასაც ვერ დავუმუღამე. გეუბნებით 3 პასი ვერ ვნახე ხალხონო გადაბული. 3 პასი. უაზროდ მიიღებდნენ და იშორებდნენ ბურთს. აი თითქოს აი პასუხისმგებლობა რომ შენ კისერზე გამოდის და უნდა მოიშორო ეს. ვიღაცას უნდა გადასცე. და ეს არ არის ფეხბურთი რა.
და დავიღალე ამ უაზრო აი შოპალეზობით მართლა მადლობა ბიჭებო, მადლობას მაშინ გადავიხდით მთელი ერი, როდესაც ფეხბურთს ვნახავთ მოედანზე, რომც წავაგოთ დაშე, რომც წავაგოთ. ყოფილა მომენტები, რომ აი მაგალითად ეხა რავი, ესპანეთთან რომ ევროპის ჩემპიონატზე, ანუ წავაგეთ, მაგრამ მადლობას იმიტომ ვუხდი, რომ რაც შეეძლო, აი ქართული ჯიგარით ფეხბურთელმა ის დადეს. რაც შეეძლოთ, გაშმაგებული ვილიამსი, იამალი და როდრი რო გიტევს ბოდიში ეხა ხო? ბოდიში ეხა ევროპის ჩემპიონატზე მან წააგებ ეხა ზე კი არა, სულ რო გვარდიოლა ყავდეს ეხა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ბიჭო, 8 ძირითადის ფეხბურთელი რო აკლია. და თურქეთი რო სახში ეთამაშები, ამდენი ხალხი როა სტადიონზე და იმას რო ამბავდნენ რამდენი ქართული ხალხი ფეხბურთზე არ დადისო, ხო დადის არა დალოცვილი. და ამ დროს რომ მეორე ნომერი ხარ საკუთარ სტადიონზე, ამდენ გოლს თურქეთი გიტანს და მადლობა ბიჭებო, არ არის ეს სამადლობელი აქ არაფერი. ცოდოა ის ხალხიც, ხო? ცოდოა, მართლა ცოდოა, მთელი ერი ცოდოა, რომ ამას უყურებს. და მე არ ვიხარია კიდე რაღაც ჭე კატეგორიის გუნდებთან გამარჯვება, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ნაკრები ყავს ახლა, ხო? ჩვენ ისეთი ნაკრები ყავს მეგობრებო, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი. მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ, რომ წარმატებას უფრო მიაღწიონ. ყავს ძალიან ნიჭიერი თაობა, ძალიან მაგარი ფეხბურთელები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. რატო? იმიტომ რომ წვრთნელი არ ვარ გაუბრალოდ. და როდის უნდა დადგეს, აი თქვენ გეკითხებით, იმის პასუხისგება, რომ ფედერაციამ გაუშვას ვილისანიოლი ნაკრებიდან. ვინმე სო იტალიელი მოიყვანონ, რომ სპალეტი მოიყვანონ. ემოციური იტალიელი უნდა საქართველოს, რომ რაღაც ემოციურ უფრო ვაიბებს დავამყარებ და რაღაც უფრო ერთმანეთს გავუგებთ მეტად, ვიდრე ეხა რაღაცა პეტოხი ფრანგები, რომლებიც საერთოდ ჯერ გასაკარებელი ეგ საერთოდ არ იყო ნაკრებთან მე მაგას ვეუბნები, მე ვაფშე კეცბაია მინდა რომ დაბრუნდეს ნაკრებში რა. ქართველი უნდა წვრთნეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. კეცბაი არის ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი, კაცრიც, მომთხოვნიც და ბევრად ჯობდა კეცბაია სტილი, რასაც თამაშობდა იმ კვალიფიკაციის ფეხბურთელები იმ დონეს, ოდესაც იყო 2009, 2010, 2011 წლები, ვიდრე დღეს მაო. ეს რა ჯანდაბა არის რა. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი, დაბლა კომენტარებში, მე გავაჟღერე თქვენი სიტყვა ხალხო. დღეს ვეღარ მოვითვინე უკვე რა, ეხლა მეთქი ახალი ვიდეო, რაზე ჩავწერო და თემა აგერ მიდევს უყურე ფეხბურთის მაგერად ყველაფერი ვნახე მოედანზე და მე მაგრამ მიტყდება, არ ვიცი, თუ რამე ძმაო მე შემეშალა რამე, აი შემისწორეთ მართლა გეუბნებით, თუ თქვენ ეს ფეხბურთი თქვენ ნახეთ, კი ბატონო ძმაო, აი დაწერეთ არგუმენტები, რატო იყო ეს ფეხბურთი. დროებით.